აღსარების საიდუმლო. აღსარების საიდუმლო თავად უფლის მიერაა დადგენილი. მისი აღსრულების ძალმოსილება მოციქულებს მიმადლა მაცხოვარმა. შემდეგში კი მოციქულთა მიერ ხელდასხმით მათ მემკვიდრე ეპისკოპოსებსა და მღვდლებს მიენიჭათ აღსარების საიდუმლოს აღსრულება. აღდგომის შემდეგ მაცხოვარი გამოეცხადა მოციქულებს და უთხრა: მიიღეთ სული წმინდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ მათ და ვისაც შეკრავთ, შეკრულები იქნებიან. ვკითხულობ წმინდა მოციქულ იოანეს სახარებაში. მაცხოვარმა ჯერ კიდევ აღდგომამდე ქადაგებისას აღუთქვა ხელმწიფება მოციქულებს. მათ ეს სახარებაში ვკითხულობთ: ამინ გეუბნებით თქვენ, რამდენსაც შეკრავთ ქვეყანაზე, შეკრული იქნება ცაში და რამდენსაც გახსნით ქვეყანაზე, გახსნილი იქნება ცაში. მოციქულთა მიერ აღსარების იმავე სინანულის საიდუმლოს აღსრულების შესახებ საქმე მოციქულთაში ვკითხულობთ და მრავალი მორწმუნეთაგანი მოდიოდა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს. მოციქულები მოუწოდებენ სინანულისკენ მორწმუნეებს და შეაგონებენ, რათა აღიარონ საკუთარი ცოდვები. იოანე ღვთისმეტყველი თავის პირველ ეპისტოლეში წერს: თუ ვიტყვით, რომ არა გვაქვს ცოდვა, ჩვენ თავს ვაცდუნებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, სარწმუნოა და მართალი, რათა მოგვიტევოს ცოდვები და ყოველგვარი უსამართლობისაგან გავწმინდოს ჩვენ. მღვდელმსახური ღვთისგანფლობს ხელმწიფებას, უფლის სახელით შეუნდოს ცოდვები. ის მხოლოდ ხილული იარაღია ამ საიდუმლოს აღსასრულებლად, რომელსაც უხილავად თავად ღმერთი აღასრულებს. არ არსებობს მიუტევებელი ცოდვა, თუკი ადამიანები გულწრფელად შეინანებენ. მადლის უხილავი მოქმედება განწმენს ადამიანს ცოდვის სიმძიმისაგან, კურნავს უკეთურებებით მიყენებული წყლულებისაგან. ცოდვა და ცემა აღსარება ეხმარება მას წამოდგომასა და სწორ გზაზე დადგომაში. ქრისტიანს ნათლობისას ყველა ცოდვა მიეტევება, მაგრამ ადამიანი ცოდვისკენ მიდრეკილების გამო ისევ სცოდავს, რაც მას უფლისგან აშორებს და ღვთის მადლის მიღების შესაძლებლობას ართმევს. წმინდა მამები სინანულს მეორედ ნათლობას, ცრემლით ნათლობასაც უწოდებენ, რითაც მიუთითებენ მის განწმენდელ, ამაღორძინებელ და გამაახლებელ თვისებაზე. სინანული არის ნათლისღების განახლება. სინანული არის ღმერთის წინაშე აღთქმა ცხოვრების გამოსწორების შესახებ. სინანული არის ღმერთთან შერიგება იმ კეთილი საქმეების აღსრულების გზით, რომლებიც წინანდელი ცოდვების საპირისპიროა. სინანული არის სინდისის განწმენდა, ამბობს იოანე კლემაქსი. ვინც იშვიათად ამბობს აღსარებას, ან საერთოდ არ ამბობს, როგორც წესი, სრულებითაც არ გრძნობს თავს ცოდვილად. ხშირად ვისმენთ ამგვარ სიტყვებს: არ ვიცი რა ვთქვა აღსარებაში, ჩემზე უარესებიც არიან, ცხოვრობ როგორც ყველა სხვა ადამიანი, ვინ არის უცოდველი ჩვენს დროში. ის, ვინც ხშირად ამბობს აღსარებას, ყოველთვის პოულობს თავის თავში ნაკლოვანებას და მათ გამოსწორებას ცდილობს. მტვერი და სიბინძურე მხოლოდ იქ ჩანს, სადაც სინათლეა და არა ბნელ ოთახში. ადამიანი რაც უფრო უახლოვდება უფალს, ნათელს, აშკარად ხედავს საკუთარ ცოდვებს. სინათლესთან მიახლოვებისას ჩვენს უკან ჩნდება ჩრდილი და რაც უფრო მიუახლოვდებით სინათლეს, მით უფრო დიდდება იგი და აშკარად ხედავთ ჩვენს უკან ჩვენსავე ჩრდილს. მისი მსგავსია საკუთარ ცოდვათა აღქმა უფალთან სიახლოვისას. აღსარება მიემართება ღმერთს, მღვდელი მოწმეა აღსარებისა და შენდობის მთხოვნელი, მღაღადებელი ღვთის წინაშე, ხოლო შენდობის აღმსრულებელი, იმტევებელი თავად უფალია. როდესაც უფალმა დაადგინა აღსარების საიდუმლო, მან თავად განსაზღვრა ისიც, რომ ადამიანი აღსარებას ამბობდეს ადამიანის წინაშე. ღვთის ბევრს არ ცხვენია, რადგან მას ვერ ხედავენ. ადამიანის წინაშე აღიარება კი რცხვენიათ და უჭირთ, მაგრამ ეს არის მაცხოვნებელი სირცხველი, რომელიც ცოდვის დაძლევაში გვეხმარება. გარდა ამისა, მღვდელი არის სულიერი მოძღვარი, რომელიც გვეხმარება სწორი გზის ჩვენებაში, ცოდვის დაძლევისას. აღსარება არ შემოიფარგლება მხოლოდ ცოდვის აღიარებით. ის მღვდლისგან რჩევა დარიგებასაც გულისხმობს. მოძღვარი თითოეულ აღმსარებელს ცალკე ესაუბრება. აღსარების დამთავრების შემდეგ მღვდელი ოლარს აფარებს თავზე აღმსარებელს და შენდობის ლოცვას წარმოთქვამს. ზოგიერთ შემთხვევაში ეპიტამიას, ანუ სასჯელს, ან ზნეობრივი სახის განწესებას უდგენს. აღსარების წინ მოძღვარი აფრთხილებს აღმსარებელს, რომ აღიარება სრული უნდა იყოს. იმ შემთხვევაში თუ მონანული სირცხვილის ან სხვა მიზეზით ცოდვებს მალავს, საიდუმლო უქმად ითვლება. წმინდა წერილი შეგვახსენებს იმ შემთხვევებს თუ პირობებს, რომელთა დროსაც ცოდვათა მიტევება არ ხდება.
საღვთო წერილი გვეუბნება, რომ ღმერთის გმობა არ მიეტევება ადამიანს, არც ამ საუკუნეში და არც მომავალში. მაგრამ თუ კი შეინანებენ და ღვთის გმობას განუდგებიან, მათაც მიეტევებათ ეს უმძიმესი ცოდვა. წმინდა იოანე ოქროპირი ღვთის მგმობელებზე ამბობს: უკე თუ შეინანებენ, ეს ცოდვაც მიეტევებათ მონანუთ. ღვთის მგმობელთაგან შემდგომში მიეტევათ ყველას, ვინც იწამა მათ ცხოვარი. შესწოდე, შედი ეკლესიაში. მოინანია შენი ცოდვა. აქ არავინ განიკითხება, არამედ თითოეულს მიეტევება ცოდვები.